ქუშისსა და ხრეშის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით ბრალდებული სამშენებლო წიაღისეულის მოპოვებასა და რეალიზაციას კანონდარღვევით ახდენდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გურჯაანისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში უნებართვოდ მოიპოვეს 144,793 კუბური მეტრი ქვიშახრეში. დანაშაულის დაფარვის მიზნით გამოყენებული იყო ყალბის საგადასახადო დოკუმენტაცია. გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 2,172,502 ლარი შეადგინა. ჯამში უკანონოდ მოპოვებულია 1,500,327 კუბური მეტრი სასარგებლო წიაღისეული, ხოლო გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 21,871,975 ლარი შეადგინა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192, 194, 200, 218 და 299 მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 12 წლამდე.